TV მონიტორინგის ჟურნალისტისთვის მუქარით ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წაუყენა. საქმე ეხება 2023 წლის 19 სექტემბერს. ჩვენს ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც მიტოვებულ შენობაში ახალგაზრდების მიერ სავარაუდო ნარკომოხმარების ფაქტს ეხებოდა. ჯალის დასახლებაში გორის მერის წარმომადგენლის ოჯახის წევრი ჩვენს ჟურნალისტს დაუკავშირდა და სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა. ბრალდებულს წინა სასამართლოს სხდომაზე მოსამართლემ 1000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. მომდევნო სასამართლოს სხდომას კი 23 ივნის გაიმართება. TV მონიტორინგის ჟურნალისტის უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი იცავს. ეს 1000 ლარიანი გირაო არ წარმოადგენს სასჯელს, ეს არის აღკვეთის ღონისძიება, ანუ სასამართლომ ჩათვალა, რომ ვიდრე დასრულდება საქმის განხილვა, ამ შემთხვევაში ბრალდებული უნდა შესაძლოა რომ იმყოფებოდეს თავისუფლებაში, თუმცა რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც სასამართლო მიიღებს ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას, არ არის გამორიცხული, რომ მან გამოიყენოს თავისუფლების აღკვეთაც ამ შემთხვევაში, თუმცა გააჩნია ასევე თვითონ ბრალდებულის პოზიცია რა იქნება თვითონ სხდომაზე. თუნდაც ის ფაქტი მხოლოდ რომ ბრალი წაუყენა უკვე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა და უпростоრად გენერალურმა პროკურატურამ კონკრეტულ პირს უკვე იქნება შემაკავებელი ეფექტი ადამიანებისათვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჟურნალისტის ცემა, ფიზიკური შეურაცხყოფა, სიტყვიერი შეურაცხყოფა საქმიანობაში ხელშეშლა ჩვეულებრივი ამბავი არის. არ არის ეს ჩვეულებრივი ამბავი, ეს არის მაგალითი ამისა, თუმცა სამწუხაროა, რომ დაგვჭირდა არაერთი მიმართვა, არაერთი განცხადება, არაერთი საჩივარი იმისათვის, მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ბრალის წარდგენა მომხდარიყო კონკრეტული პირისათვის. სამწუხაროდ არაერთი საქმე გვაქვს, რომელზეც გამოძიებაც კი არ მიმდინარეობს, არათუ ბრალი წარადგინა.